კიდევ ერთხელ მოგესალმებით გრძელდება შუადღე ქუთაისში დააბრუნდით სტუმრებთან ერთად. ქუთაისის საზაფხულო სკოლის წარმომადგენლები არიან დღეს ჩვენთან. ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა. ეკა არველაძე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი, აკაკი საღინაძე, ახალგაზრდული ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი და ესმერალდა კუპრაძე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი. საზაფხულო სკოლაზე უნდა ვისაუბროთ. დიდი მადლობა რომ მოხვედით და ჩვენი სტუმრები ხართ. რა პროექტია, ვის მიერ არის ორგანიზებული, ვინ არიან ჩართულები ამ პროექტში, ზოგადად ვისაუბროთ და შემდეგ უკვე სხვა კითხვებით სხვა სტუმრებსაც მოგვართ. ეკა არველაძე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი. ჩვენ როგორც ცნობილია, ვისაუბრებთ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაზე, რომელიც 10-დან 12 ივნისის ფარგლებში ხორციელდებოდა. საზაფხულო სკოლა განხორციელდა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს. პროგრამის პარტნიორია იმერეთის რეგიონში ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი. ფინანსურად ეს ყველაფერი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ამერიკელი ხალხისგან. საინტერესოა რა მიზანს ისახავს პროექტი, რა მიზნით არიან შეკრებილი ეს ახალგაზრდები ქუთაისის საქართველოს 11 ქალაქიდან ქუთაისში, ხო? ქუთაისში არის ეს სკოლა. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. საკმაოდ წარმატებით ჩაიარა საზაფხულო სკოლა ქუთაისში. სწორი იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ საზაფხულო სკოლაში, რამაც ასე გამოარჩევდა სხვა სკოლებისგან, რომ 11 ერთმანეთისგან განსხვავებული რეგიონიდან იყვნენ წარმომადგენლები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც მართალია ჩვენ კარგი ხნის ურთიერთობა პროექტიდან გამომდინარე, თუმცა მაინც იყო ის, რომ უცხოებით წარმოდნენ, შევხვდით, გავიცანით და ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით ალბათ ყველაზე კარგი იყო თან ქუთაისში, როდესაც ხდება ეს ყველაფერი. უშუალოდ მიზანი ამ სკოლის იყო, რომ ახალგაზრდებისთვის მიგვეწია განსაზღვრული ტრენინგებით და მოწვეული სპიკერების საშუალებით, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის ტექნიკის და სხვა რამდენიმე თემატიკა იყო. კი ბატონო, მათ შორის იყო კარიერული წინსვლა, რომელზეც ამ პარტნიორი ორგანიზაციის ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა ჩაუტარა. ასევე იყო საუბრები მოწვეული სტუმრებიდან მამკა გელაშვილი იყო, რომელმაც ფსიქოლოგი, რომელმაც წაიკითხა საკმაოდ საინტერესო თემატიკა, ეს იყო ჰუმანიზმი და ტოლერანტობა რელიგიებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი გარემო იყო რელიგიების კუთხითაც, იყო ესე როგორც უმცირესობების, ამავდროულად უმრავლესობების წარმომადგენლები. 2-3 დღის აკაკი, შენ რა კუთხით იყავი ჩართული ამ პროექტში? მე რომ სტანდარტული შემთხვევა იყო ჩემი ჩართულობა, ანუ ახალგაზრდულ ცენტრში ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდას ამ ცენტრის წევრს უჩნდება რაიმე ინიციატივა პროექტის გაკეთების და ხელშეწყობის კუთხით ახალგაზრდული ცენტრის და სხვადასხვა პარტნიორების, მათ შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ აკაკი წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თმერთლობა იღებდა აქტიურ მონაწილეობას აი ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის. მე ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ უშუალოდ პროექტის, ანუ საზაფხულო სკოლის და ჩვენ ვინც ასე ვთქვათ გაერთიანება, ანუ საორგანიზაციო ჯგუფი, ვინც შევდეგით მათ შორის ესმერალდაც ახალგაზრდული ცენტრის წევრი და სხვადასხვა წარმომადგენლები იყვნენ, ერთად დავაორგანიზეთ ასე ვთქვათ წინასწარის მომზადება, დაფინანსების საკითხები, რა გაკეთდება, ვინ გააკეთებს და ასე შემდეგ. რამდენად რთული იყო, ან როგორი იყო ამ ყველაფრის ორგანიზება ესმერალდა შენი ფუნქციები ამ პროექტში და იყავი თუ არა მსმენელი ამ საზაფხულო სკოლაში და რა თემები იყო შენთვის საინტერესო? არ ყოფილა ალბათ იმიტომ რომ ჩვენც დიდი ხალისით ვაკეთებდით, იმიტომ რომ საინტერესო პროექტია, გარდა ამისა ურთიერთობა გვიწევდა იმ სწორედ 11 ქალაქის წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ სხვადასხვა რეგიონიდან და მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ ვეცნობოდით როგორც სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს, ადამიანებს, განმოხცევდნენ მათი თავიანთი ცხოვრების წესებს და ასე შემდეგ და მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გავაცანით ერთმანეთს კულტურაც, აზრების მიმოცვლა ხდებოდა და ასე შემდეგ. დასრულდა ეს 10-დან 12 ივნისის ფარგლებში გაიმართა სულ ეს საზაფხულო სკოლა და ან რაიმე გაგრძელება თუ იქნება? მსგავსი ახალგაზრდული ინიციატივები მუდმივად განხორციელდება ჩვენს პროექტში, სხვადასხვა ცენტრებში, არა მარტო ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, არამედ სხვა ცენტრებში და იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები კიდევ იაქტიურებენ და ჩვენც ფინანსურად, საორგანიზაციო კუთხით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსგავსი ინიციატივების დაფინანსება მუდმივად მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა თუ გიგინოთ რაიმეს დამეტება. კი, ანუ ერთი არის ის ძალიან საინტერესოა
ტრენინგებზე დასწრება, ეს ლექცია, სემინარები, მაგრამ მეორე ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანი რაც იყო, იქ ჩამოყალიბებული ურთიერთობები, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ასე ვთქვათ, მეგობრული წრით და ეს აი სიყვარულით და ასე შემდეგ, ანუ რა თქმა უნდა, ანუ გადავიდა საქმიან ურთიერთობებში, ყველამ კარგად იცის, ეხლა საკმაოდ აქტუალურია ეს თემა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით. პანკისთან ჩვენ ყავდა არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ცენტრის წევრი, თორსა თელავის ცენტრის წევრი იყო ეს ბიჭი, რომელმაც ძალიან ბევრ სტერეოტიპს, ასე ვთქვათ, სტერეოტიპის დამსხვრევა დაიწყო საზაფხულო სკოლაში. კი ბატონო, ქისტი იყო, ეთნიკურად ქისტი, რომელმაც ძალიან ბევრად, უნდა ვთქვათ, ეს ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იყო, რომ ბევრი მათგანი არ ფიქრობდა ისე თუ შეიძლება პანკისში მცხოვრებ ადამიანსაც ჰქონდეს ისევე ინტერესი, როგორც სხვა ახალგაზრდებს, აი ამ ადამიანის პირადი მიზანი იყო. მათგან იმათ სტერეოტიპები ვთქვათ სხვა ერთ. ხო, არა, ამ ბიჭს საკმაოდ დამსხვრეული ჰქონდა ეს სტერეოტიპი და ძალიან საინტერესო სიტყვები თქვა, რომ მე როდესაც მივხვდი, რომ თუ არ გავიდოდი გარეთ და ჩავიკეტებოდი ამ რეგიონში, ვერ მივახსენებდი იმას, მისი გაკეთებაც მინდოდა, ანუ თან პირველი ტრენინგი იყო, როგორც მან აღნიშნა, დასწრება პირველად შედგა მისი ამ ტრენინგზე და ძალიან კმაყოფილი იყო და გარდა ამისა, საინტერესო იყო ის, რომ ერთად რაღაცა მოწვევის სტილში გამოგვივიდა, ეხლა ჩვენ ხო ვიყავით მასპინძლები და მოდი შევცვალოთ, ეხლა მე ვიქნები მასპინძელი და რაღაც გავაკეთოთ ეს კლიმატ ტყეში გასვლა, რაღაც ურთიერთობები, შეიძლება მივცეთ სხვა ტიპის არა თქვა რაღაც პიროვნული განვითარების კომპონენტი არ კარიერული წინსვლა, არამედ გართობა, დასვენება, ჯანსაღი ცხოვრება, აი თავისუფალი ურთიერთობები. მე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის კიდევ ერთხელ მომფეს კარიერული წინსვლა და ასე შემდეგ კომუნიკაცია და შემდეგ, თუმცა საქართველოს ყველაზე მეტად რაც ჭირდება დღეს არის სწორედ ის ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ გაგვიჩნდა ამ ადამიანებთან, მათ შორის ეს იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ეთნიკურად სომხები და ასე შემდეგ. კარგი, მაშინ ესმერალდასაც ვკითხოთ, ანუ ყველაზე მთავარი როგორ ფიქრობ, რა მიიღე ამ პროექტში მონაწილეობის შემდეგ? ინფორმაცია, რომლებიც დამატებით ტრენინგებიდან მივიღე, ასევე კონტაქტები, სანაცნობო წრე და ზოგადად ადამიანები, რომლებიც ამ პროექტმა და ზოგადად პიტამ გამოცნო. პროექტის ხვაწლი მე მხოლოდ იმის დამატება შემიძლია, რომ ეს პროგრამა არის ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ მოხდეს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება, მათი ინტეგრაცია, კულტურათა შორის დიალოგი შედგა ახალგაზრდებში და ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისი, რომ მოხდეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლების, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების, ახალგაზრდების დამეგობრება, გაცნობა და ამ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ადათ-წესების და ჩვეულებების ერთმანეთზე გაცნობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ მომავალ საქმიანობებში. ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა ეკაველაძე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი, აკაკი საღინაძე ახალგაზრდული ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი და ესმერალდა კუპრაძე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი. ქუთაისის საზაფხულო სკოლაზე ვისაუბრეთ ჩვენ წინ გველოდება რეკლამა და რეკლამის შემდეგ სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით.